ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება. მარიკა ვაჭარაძის თქმით, ცენტრში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, როგორც ამბობს, ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ მისმა ხელმძღვანელობამ წერილობით აცნობა. წერილით ვგებულობ ორშაბათს ამის შესახებ, რომ ლიკვიდაცია 1 ივლისიდან მოხდება ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის. არა მარტო რეგიონების, არამედ მთლიანად ცენტრზეა საუბარი. ეს უკვე არის ღია განაცხადი, თუ საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ნაბიჯით კიდევ უფრო მეტად დავცილებს და ფაქტობრივად მოსახლეობასთან აღარავინ აღარ დარჩება, ვინც ილაპარაკებს რეალურად რა არის ნატო და ევროკავშირი. იმ დეზინფორმაციების გაქარწყლებაზე, რა ნარატივებით ჩვენ უკვე ბოლო 1 წელია გვესმის და არა მარტო ბოლო 1 წელია. მე იმეც ვიტოვებ, რომ რაღაც ფორმით შესაძლებელი იქნება საქმიანობის გაგრძელება. რა თქმა უნდა, მე პირადად ვაპირებ, რომ ისევ ამ თემაში დავრჩე და ჩემი რესურსით როგორც შევძლებ, ისეთნაირად ვიმუშაო და მოვახდინო და გავაგრძელო ის საქმიანობა, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ვფიქრობ, რომ სამართლებრივადაც ვიდაო ჩემი უფლებებისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე კონსტიტუცია არ დამირღვევია, მე დღემდე ერთგული ვრჩები კონსტიტუციის 78 მუხლის. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმებას ეხმაურება თამარ წულეისკირი და გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება უკვე სამინისტროს დებულების თანახმად გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას. წერს სოციალურ ქსელში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი თამარ წულეისკირი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემართა ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ეწოდებოდა.